მოგესალმებით. ეთერშია სტუდენტების მიერ მომზადებული გადაცემა ობიექტივი. დღევანდელ პროგრამას ეთუნა ლომაძე გაუძღვება. უკვე რამდენიმე წელია ეგზოტიკური მწერი ამერიკული პეპელა სოფლის მეურნეობას საფრთხეს უქმნის. პეპელა ორჯერ მრავლდება, თუმცა წელს მან 3 თაობა წარმოქმნა. ამერიკულმა პეპელამ მცენარეები აჭარაში 2000 ჰექტარზე დააზიანა. დაზიანებული მცენარეების ნაწილი სეზონის განმავლობაში ორჯერ, ივნისსა და აგვისტოში შეიწამლა. ბოლო რამდენიმე წელია დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რაიონში ასეთი მდგომარეობაა. ამერიკულმა პეპელამ გაანადგურა როგორც ველური, ასევე კულტურული მცენარეები. მწერი მცენარის ფოთლებით იკვებება, ამიტომ ნაყოფი დამწიფებას ვერ ასწრებს. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ანზორ დიასამიძის განმარტებით, წლევანდელმა გვალვამ მწერის გამრავლებისათვის შესაფერისი პირობები შექმნა. ეს არის ორგანიზმი, რომელსაც ახასიათებს ძალიან რთული განვითარების ციკლი. მას აქვს კვერცხის სტადია, ჭუპრის სტადია, მატლის სტადია, პეპლის სტადია. ეს იმიტომაა, რომ ეს ააქტიურებს და აუმჯობესებს მის შეგვებულობას გარემო პირობების მიმართ. უნდა ვიცოდეთ, როდის შეწამლოთ, როდის იქნება ეს ყველაზე ეფექტური. როგორც მეცნიერები ამბობენ, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, ყველაზე უკეთესად ეს შესაძლებელია სწორედ მატლის სტადიაში, როცა ის მასიურად ანადგურებს მცენარეთა ფოთლებს და რამდენადაც აქტიურად მიმოქმედებთ, იმდენად შევამცირებთ მათ უარყოფით მოქმედება. ამერიკული პეპელას წინააღმდეგ ბრძოლისათვის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულმა შეპესე ფერმერთა სახლმა შეწამლვითი სამუშაოები უკვე ჩაატარა. საარსებოდ მცენარეები ნაკლებად არიან დარჩენილები, როგორც თხილის მცენარეები, ასევე სხვა და ჩვენთან თუ ნახავთ ახლა ამ შესრულებული სამუშაოებიდან გამომდინარე, აჭარაში ამ ხილვას საუკეთესო მდგომარეობა შედარებით. დაფინანსების სიმცირის გამო სამუშაოების ჩატარება მხოლოდ 400 ჰექტარზე მოხერხდა. ეს ძირითადად გათვალისწინებულია ცენტრალური მაგისტრალები, პარკის ტერიტორია და ნაწილობრივ მოსახლეობის ქალაქებში, ქობულეთსა და ქალაქ ბათუმში მოსახლეობის საგამიდამო ნაკვეთები, ანუ ცენტრალური ქუჩები. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხელი ხაზი მუშაობდა. მოსახლეობას სპეციალური ჯგუფის გამოძახება შეეძლო, თუმცა ყველა მოთხოვნაზე რეაგირება ვერ ხერხდებოდა. შემოგვეჩვია ამერიკული პეპელა. ასე რომ გაანადგურა მთელი ხეხილი, მთელი მოსავალი, ოჯახებში შემოდის, ბავშვებს ეშინიათ მისი. დღესდღეობით უკლო ამ პეპელამ, მაგრამ შეჭმულად დარჩა და ჩვენი მოსავალი ნორმალურად ვერ ავიღებით. ხელხაზს მივმართეთ, მაგრამ ჩვენ დასახლებას არავინ ყურადღება არ მოგვაქცია. დაზიანებული ტერიტორიის ნახევარზე მეტი შეუწამლავი დარჩა. მთელი ფართობის ასათვისებლად მომავალში დაფინანსების გაზრდაა საჭირო. საქართველოში არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც კრიტერიუმების მიხედვით ამა თუ იმ სასტუმროს ვარსკვლავებს ანიჭებს. აჭარაში ჩამოსული დამსვენებელი არჩევანს ათეულობით სასტუმროს შორის აკეთებს. ეს სასტუმროები ერთმანეთისაგან ადგილმდებარეობის მიხედვით, მომსახურების ხარისხით და შესაბამისად ვარსკვლავების რაოდენობითაც განსხვავდებიან. ვცლად ამ თემაზე ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. აჭარაში 5 ვარსკვლავიან სასტუმროდ მხოლოდ ერთი ითვლება. ეს ინტურის პალასია. 2006 წლის მონაცემებით ბათუმში 42-ზე მეტი სასტუმროა. ტურისტებს არჩევანის გაკეთება 1-დან 5 ვარსკვლავამდე სასტუმროებზე შეუძლიათ. ჩვენი სასტუმრო 5 ვარსკვლავიანია. და ყველა პირობას აკმაყოფილებს იმისათვის, რომ იყოს 5 ვარსკვლავიანი. დიახ, რა თქმა უნდა, ყველა პირობას აკმაყოფილებს. თავდაპირველად ჩვენ არ გქონდა გახსნილი სპა, ფიტნესი, მაგრამ დღესდღეობით უკვე გაიხსნა და თავიდან ბოლომდე დაკომპლექტით. აჭარაში სასტუმროს მეპატრონეებს 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს პრეტენზია აქვთ. რა ორგანიზაცია ან ვინ ანიჭებს ვარსკვლავებს სასტუმროებს გაურკვეველია. ეგრეთ წოდებული ვარსკვლავებიანი სასტუმროს მფლობელები თავიანთი სასტუმროს ვარსკვლავებზე საუბრისაგან თავს იკავებენ. ისინი ვერ განმარტავენ რა კრიტერიუმებით მიიღეს ვარსკვლავები. დღესდღეობით ნებისმიერი სასტუმრო, რომელსაც ბათუმში რაღაც ვარსკვლავების სახით აქვს, ან გამოკრული, ან აბრა, ან თვითონ სარეკლამო პროდუქციაში მითითებული აქვს, რომ სასტუმროების ვარსკვლავები აქვს აღებული, სიმართლე გითხრათ, არ არის ეს წესის მიხედვით გაკეთებული, ისე როგორც უნდა ხდებოდეს და ისე როგორც მიღებულია საერთაშორისო პრაქტიკაში. რესტორნები, საკონფერენციო დარბაზი, ღია და დახურული აუზები, საუნა, ფიტნეს კლუბი, ტენისის ღია და დახურული კორტები, მანქანის სადგომი,
ვერტფრენის დასაშვები ადგილი და პროფესიონალი მომსახურე პერსონალი. ეს ის აუცილებელი კრიტერიუმებია, რასაც საერთაშორისო სტანდარტებით 4-5 ვარსკვლავიანი სასტუმრო უნდა აკმაყოფილებდეს. საერთაშორისო სტანდარტებით ცოტა ვერ არის, 5 ვარსკვლავიანი შეიძლება არ არის ევროპულ დონეზე, მაგრამ საქართველოსთვის და პირველ რაც გაკეთდა ახლა შედარებით უკეთესია. მომსახურება კარგია. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი საქართველოს სასტუმრო მეურნეობის კერძო სექტორისათვის ამზადებს სპეციალურ პროექტს, რეიტინგული თვითშეფასების ტესტს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. მასში სასტუმროები ნებაყოფლობით მიიღებენ მონაწილეობას. ხოლო ამის შემდეგ გახდება ზუსტად ცნობილი აჭარაში რომელი სასტუმრო რამდენ ვარსკვლავიანია. საკურორტო სეზონის დადგომასთან ერთად კერძო სექტორის მეპატრონეებმა ბინების გასაქირავებლად ტურისტულ სააგენტოებს მიმართეს. სააგენტოების მიერ დამსვენებელთათვის შეთავაზებული მაღალი საფასურისა თუ არასაკმარისი რეკლამის გამო მეპატრონეებს ბინები გაუქირავებელი დარჩათ. წელს ტურისტულმა სააგენტოებმა კერძო ბინების გაქირავება ვერ შეძლეს. გასულ წელთან შედარებით ტურისტისთვის შეთავაზებული თანხა ორჯერ მეტი იყო. ბინის ფლობელები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ჩავაწერია ჩემი მისამართი, მაგრამ შეხმიანებით არავინ შემხმიანებია. ამ ცდაცდაში მეც დრო გამევიდა, მე თვითონ ჯერ მაკლერი ვარ და ჩემი ბინა დამჩა გასაქირავებლად. იმიტომ რომ ამ ტურისტული სააგენტოების მიერ რეკლამირებულმა რეკლამა აჭარის მიმართ ცოტა ჩვენი ქართველი მოსახლეობა, რომელიც დააშინა ხალხი, იმიტომ რომ ზოგ სამსახური არ აქვს, ხელფასები არ აქვს, არა შემოსავალი ისეთი, რომ დასასვენებლად წავიდეს და ასეთი თანხა გადაიხადოს. აჭარაში კერძო სექტორში ბინების გაქირავებაზე 13 ტურისტული სააგენტო მუშაობს. ამათგან ერთ-ერთს აჭარატურს დამსვენებლის მიერ ბინაში გადახდილი თანხის 10% ეკუთვნის. სააგენტოს მენეჯერის ინგა ხოფერიას თქმით, კერძო სექტორში ბინებზე ფასების დადგენა ბინის ფლობელებთან შეთანხმებით მოხდა. კერძო სექტორის მფლობელი შესაბამისად თავის ფასს ამბობდა ღირებულებას და შესაბამისად ნებისმიერი ტურისტისთვის, რომლისთვისაც იქნებოდა ესა თუ ის კერძო სექტორი ხელმისაწვდომი, შესაბამისად ჩავშნიდეთ ისე. და თავისთავად ჩვენს ჰქონდა ჩვენი შესაბამისი კრიტერიუმები, ეს იყო უბრალოდ პირობები თუ რამდენად შესაბამებოდა და რეალური იქნებოდა ფასთან დაკავშირებით. ტურისტულმა სააგენტოებმა დამსვენებელთა სათანადოდ ინფორმირება ვერ შეძლეს. ამის გამო ქართველ ტურისტებს ბინის დასაქირავებლად სააგენტოებისთვის არ მიუმართათ. ეს სამსახური, ეს ტურისტული სააგენტო თუ არსებობდა, ნამდვილად არ ვიცოდი, თორემ მართლა არ დავიწყებდი ესე ძებნას, რასაც ქვია ძალიან დავიტანჯე და გავწვალდი რა ბინის ძებნით. ბინის პოვნა არ გაგჭიროებია, ასე ვთქვათ, მაგრამ მე არ ვიცოდი რომ არსებობდა თურმე ტურისტული სააგენტოები, რომლებიც კერძო სექტორიდან ბინებს აქირავებენ. ალბათ შემდეგისთვის გავითვალისწინებთ ამას. ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის თემურ დიასამიძის განცხადებით, პრობლემა ტურისტული სააგენტოების მიერ ბინებზე მაღალი ფასების დადგენამ შექმნა. თვითონ ეს სააგენტო, რომელსაც აქირავები ჰქონდა ბინები, დიდ ფასად ადებდა ამას შემოყვანილი ტურისტისთვის, ამიტომ თლიანად ვერ დატვირთა ის სახლები და აი ამ ჭრილში მოხდა რაღაც შეუთანხმებლობა და უსიამოვნება თვითონ დამქირავებელსა და გამქირავებელს შორის. მომავალ წელს ბინის ფლობელების ნაწილი სავარაუდოდ ოთახებს ტურისტული სააგენტოების დაუხმარებლად გააქირავებს. მუსიკა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების თანმხლებია. სხვადასხვა ჟანრის მუსიკას მსმენელიც განსხვავებული ჰყავს. ბათუმური მუსიკალური გემოვნება ჩვენს მომდევნო სიუჟეტში. ასერთი ნომრის ამ სამარშრუტო ტაქსში მუსიკა ყოველთვის ისმის. მიშიკო მძღოლია და ამ სამარშრუტო ტაქსის DJ-ც. იგი მგზავრებისაგან შეკვეთებს იღებს, როგორც ამბობს, ყველაზე ხშირად ქართულ და რუსულ სიმღერებს ითხოვენ. აღარ ვარ, ნახო, ევროპაერტი შემოსულა ხალხია მარშრუტია ეს რა. ახს როგორ მოეწონება იმას უშუალოდ. ახს რაც მოსწონს ხალხის სიტუაცია. მაინც ახლა რა მოწონს? პრომეტი მოთხოვნილება ქართულებზე. ალბათუმში 14 საათი და 52 რადიო აჭარის მუსიკალური წამყვანი ბაჭო გურაბანიძე მსმენელის თხოვნებს ხშირად ასრულებს. მისი და მსმენელის გემოვნება ერთმანეთს არ ემთხვევა. ბაჭოს მუსიკალურ ეთერში მოისმენთ პოპულარულ გახიტებულ სიმღერებს. ამ ფაქტს მუსიკალური წამყვანი მსმენელთა შეკვეთების სიმრავლით ხსნის. სამოთხოვნაში ორი არაშია ჩემ და სამწუხაროდ. მაგრამ რა ვიცი, მაინც ვცდილობთ რომ
თხოვნები მაინც მსმენელზე ვიმუშაოთ და თხოვნებს ვასრულებთ პრინციპში ჩვენი სურვილის და მიუხედავად. მოკლედ რაც გამოდის ხოლმე ესტრადაზე და რაც პოპულარული ხდება, ეგრევე მიდის აი ამ სიმღერებზე მოთხოვნა. მსმენელთა სიმცირე არც ეგრეთ წოდებულ ხოფის ბაზრობაზეა. ყველაზე უკეთ იმ მომღერლის ალბომები იყიდება, რომელთა კონცერტები ბათუმში უკვე ჩატარდა. იყიდება ქართული სიმღერები, მაგალითად უცნობის, წურწუმიასი იყიდება კიდე, შერმადინის კასეტები იყიდება. რუსულებიდან უფრო მეტად იყიდება ვიაგრასი, რეფლექსის კასეტები იყიდება კარგად. ჩორნია გლაზა იყიდება ყველაზე მეტად. ბაზრობაზე პოპულარულ შემსრულებელთა სამეული ასეთია. მესამე ადგილზე ლელა წურწუმია, მეორეზე ალჯამირ მუგუ ჩორნია გლაზათი, პირველ ადგილზე კი უცნობი. ამით სტუდენტების მიერ მომზადებული გადაცემა ობიექტივი დასრულდა. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.